დილამშვიდობის მეგობრებო. რატომღაც სურვილი გამიჩნდა, რომ ეს ვიდეო ჩამიწერა და თქვენთვის მომეწოდებინა. დღეს ჩვეულ სტილში, როგორც ხედავთ, ველოსიპედით, ბურთით, სავარჯიშო აღჭურვილობით და ასე შემდეგ, ისევ გამოვიდი გარეთ. მაგრამ მინდა რომ თქვენი დილაც დაიწყოს ძალიან, ასე ვთქვათ, პოზიტიურად და გეტყვით ხა რატომაც. მინდა რომ ჩემი სიხარული გაგიზიაროთ თითოეულ თქვენგანს. როგორც იცით, წინა ვიდეოში ვახსენე კიდევაც, რომ დიდი ხანია ტრავმამაწუხებს და შესაბამისად ვარჯიშის საშუალება არ მეძლეოდა, ან მეძლეოდა და მხოლოდ განცალკევებით. გუშინ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან შევძელი და პირველად ამდენი ხნის განმავლობაში ვივარჯიშე გუნდთან ერთად. ძალიან რთულია ამ შეგრძნების გადმოცემა ამდენი ხნის შემდეგ. მართლაც განსაკუთრებული რამ არის და ერთი რაღაც ნამდვილად ვიცი. აი ის ბედნიერება, რასაც იგრძნობთ იმ საქმის გაკეთების მომენტში, რაც ასე ძალიან გიყვართ, რის გამოც არ ნებდებით, რის გამოც შრომობთ ძალიან ბევრს, ისეთ სიხარულს მოგანიჭებთ, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემთ. უბრალოდ, აი არ ვიცი რატომ, მაგრამ გუშინ საღამოთი ვარჯიშის შემდეგ და ვარჯიშის მიმდინარეობისასაც გუნდთან ერთად რაღაც შინაგანი რაღაც მაწუხებდა არა უფრო მეტად ასე ვთქვათ, მაძლევდა სიხარულის საშუალებას და მთელი ღამის განმავლობაში არ ვიცი, აი უბრალოდ ღიმილი ვერ მოვიშორე სახეზე, ძალიან მინდოდა ვთქვათ, რომ აღივე და დასერიოზულდი გივი არ გამოვიდა. იმდენად დიდი ენერგია მომცა ამ უკან დაბრუნებამ, რომ დღეს დილით ავდექი და მაშინვე გადავედი აერობიკაზე იმისთვის, რომ ვთქვათ, კუნთები არ მოდუნდეს, მაქსიმუმ უბრალოდ სწრაფად ვავინაზღავრო ის ენერგიას დავხარჯე, რომ დიდი ხანია არ მითამაშია ფეხბურთი და გამოვედი გარეთ. დღესაც აი არ ვიცი. გუშინ ვივარჯიშე ძალიან დავღლელი იყო ჩემთვის, რადგან დიდი ხანია არ მივარჯიშია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაგრამ დღეს დილით ავდექი თავისუფლად 5 კილომეტრი, აი სულ ღიმილით გავირბინე. რა თქმა უნდა, ველოსიპედითაც კიდევ რამოდენიმე კილომეტრი, ბურთითაც გავერთე და ერთი სიტყვით თითოეულ თქვენგანს მინდა უთხრა. რაცაუდა დიდი დაბრკოლება შეგხვდეთ თქვენი საყვარელი საქმის კეთებისას. რაცაუდა წინაღობას გადააწყდეთ და არ ვიცი, აი ყველაფერი გამოგეცალოთ ფეხქვეშ, ერთი რამ დაიმახსოვრეთ. იმ საქმის გარდა, რაც გულით და სულით გინდათ, ვერასდროს ვერაფერი ვერ გაგაბედნიერებთ. არსებობს რაღაცები, რასაც ცხოვრებაში ვერ შეცვლი და ჩემთვის ეს არის ფეხბურთი, ბავშვობიდანვე. დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეულ თქვენგანსაც ექნება ზუსტად იგივე ტიპის შესაძლებლობა, რომ აი ეს ბედნიერება შეიგრძნოს. ჩემთვის, მაგალითად, ამ მომენტისთვის ვიყავი 5%, ანუ რაც ვიყავი თავის დროზე. იმის 5% ვარ, მაგრამ ადრე თუ იყო ჩემთვის მიზანი, თქვათ, სერიებიან სერიაში მოხვედრა, ამ ტრაუმების შემდეგ ერთადერთი მიზანი იყო, რომ ფეხბურთი მეთამაშა და ასე რომ თქვათ, ისევ ის შეგრძნება მქონოდა და აი ამას მივაღწიე პირველ რიგში. საბოლოო ჯამში აი თემა მაგას ვნახავთ ერთად ყველა, რადგან გითხარით რომ მოგაწვიეთ ინფორმაციას და ერთი სიტყვით. ძალიან მიყვარხართ, გისურვებთ რომ აი ასეთი შეგრძნებები ძალიან ბევრი გქონდეთ, რომელსაც ვერ აღწერთ სიტყვით, მაგრამ მხოლოდ სახეზე შეგეტყობათ სავარაუდოდ. ან თქვენ თავში ატყობთ მხოლოდ. Buona giornata.